შესახებ უნდა მოგიყვეთ, ზუსტად 2 დღეში 22 იანვარს კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება კონცერტი. ჯერ სათაური წავიკითხოთ და შემდეგ განმარტებას მივყვეთ. გიორგი შავერზაშვილის 75 წლის იუბილე მუსიკალური სუვენირები. მაგრამ აქ კიდევ მნიშვნელოვანი ის არის, რომ გარდა იმისა, რომ ქართველი კომპოზიტორის და კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის ბატონ გიორგი გოგა შავერზაშვილის იუბილე აღინიშნება, ღონისძიებაში მონაწილეობენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ თურქი მუსიკოსებიც, ძირითადად პიანისტები ანკარიდან, რომლებიც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს ასრულებენ. აქ არის ვაჟა აზარაშვილი, კახა ცაბაძე, თავად გიორგი შავერზაშვილი და ასე შემდეგ. უფრო ვრცლად ამ თემაზე ვისაუბრებთ პროექტის ავტორთან, კონცერტის სულის ჩამდგმელთან და ქართველ პიანისტთან, რომელიც 15 წელია უკვე ანკარაში ცხოვრობს და იქ აგრძელებს მუსიკალურ გზას. თამარ ბარდაველიძე თორე შემოგვერთა სტუდიაში. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მარიკა, გამარჯობა. გამარჯობა. მოდი ჯერ ღონისძიებაზე ვისაუბროთ, როგორ დაიგეგმა ეს ღონისძიება და როგორ ხდება ის, რომ არაქართველ და განსაკუთრებით თურქ ანკარელ პიანისტებს ჩაუნერგეთ სიყვარული კლასიკური ქართული მუსიკისა იმდენად, რომ მათ ფაქტობრივად პროგრამა შექმნეს და აი ზუსტად თბილისში ქართველი მსმენელის წინაშე ასრულებენ. მოგახსენებთ პირველ რიგში, რადგან წელს არის ბატონი გიორგი შავერზაშვილის, როგორც ჩვენ გოგას ვეძახით, როგორც ჩვენ აღნიშნე, იუბილე, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მისთვის მიგვეძღვნა ეს კონცერტი, განსაკუთრებით მეც ვუკრავ და შევასრულებ მის მესამე კონცერტს, რომ მოვისმინე. ვიფიქრე, როგორც კი დრო მექნებოდა, უნდა გამერჩია და მესწავლა არაჩვეულებრივი მუსიკა სრულიად და ამის ირგვლივ ავაწყეთ. ჩემი ქალიშვილი უკრავს ასევე მისთვის სპეციალურად ბატონი გოგას მიერ დაწერილ ასე ვთქვათ პატარა კონცერტს. 6 წლის ქალიშვილზეა საუბარი. ამას მივაქციოთ ყურადღება მეგობრებო. საფორტეპიანო პიესა ორკესტრის თანხლებით, ქვია პიესა სიმღერა. არაჩვეულებრივი მუსიკა არის და ძალიან ვემზადებით, ასე ვთქვათ, ღელავს მარიამი, რა თქმა უნდა, კონცერტის წინ. ასევე ჩემი მეგობარი, ლონდონელი პიანისტი ნილ დუპრია ჩამოდის უკვე მესამეჯერ სხვათა შორის ჩემი პროექტის მხარდასაჭერად და ისიც ასრულებს ბატონი გოგას მეოთხე საფორტეპიანო კონცერტს. მაგრამ რა თქმა უნდა, ვინაიდან ძალიან ხშირად ვერ ჩამოვდივართ, მაქსიმუმ დაუშვათ წელიწადში ერთხელ საქართველოში, მინდოდა რომ სხვა კომპოზიტორებიც გაჟღერებულიყო. საერთოდ აქამდე მხოლოდ ქართულ კომპოზიტორებს ვუკრავდით ხოლმე. და ფაქტიურად მეხუთე გამოშვება, ასე ვთქვათ, ოპუსი ეს პროექტის სიყვარულით საქართველოს. ანუ ეს იყო კონცერტები, სადაც ჩემი თურქი მოსწავლეები უკრავდნენ ხოლმე განსაზღვრულად მხოლოდ ქართულ პროფესიულ მუსიკას. ეს პირველად 2019 წელში ჩაუყარეთ, ასე ვთქვათ, ამას საფუძველი, ბატონი ვაჟა მაშინ ცოცხალი იყო, ისე გაუბედავად მოსინჯეთ პირველი კონცერტი კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით. და თვითონ ვაჟა აზარაშვილმა მოისმინა. ვაჟა აზარაშვილმა მოისმინა და ეხლა უკვე არქივად არის ქცეული ის ვიდეო და ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ შესაძ თქვა, რომ ეს პირველად არის, როდესაც ჩამოიყვანეს სტუდენტები და ყველა უკრავს მარტო ქართულს და ამას უნდა შევუწყოთ ხელი და აი იმის შემდგომ ეს უკვე მეხუთე გამოდის. უბრალოდ ამჯერად გავაჯერეთ სხვა კომპოზიტორებითაც. ქართველი კომპოზიტორებიდან გაჟღერდება ელიზბარ ლომდარიძის 2 პატარა კონცერტშტუკი ორკესტრთან ერთად, ვაჟა აზარაშვილის სენტიმენტალურ ტანგო, კახა ცაბაძის კონცერტინო და კომპოზიტორთა კავშირი მხარს გვიჭერს. სულ ყოველთვის როგორც კი შეუძლიათ გვეხმარებიან, ასე ვთქვათ. ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს. 15 წელია ცხოვრობთ ანკარაში. საკმაოდ დიდი დროა უკვე და ფაქტი არის, რომ შედეგი არის ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ ჯერთი ძალიან რთულია ადამიანმა სახელოვნებო სფეროში და თან კლასიკურ მუსიკაში საკუთარი პროფესიით ადგილი დაიმკვიდროს სხვა ქვეყანაში, ხო? და მე უკვე ისე დაიმკვიდრო ადგილი, რომ საკუთარი ქვეყნის კულტურად შეიტანო და საკუთარ სტუდენტებს მისცე საშუალება ეზიარონ ქართულ მუსიკას, აქ პროფესიულ მუსიკაზე არის საუბარი, ხო? ეს არ არის მარტო თქვათ ისეთი მუსიკა, რომელიც სიმღერებისთვის ან კინომუსიკა არის დაწერილი და ეს უფრო პოპულარულია. ეს არის კლასიკური აკადემიური მუსიკა. აი, როგორი იყო ამ 15 წლის გადასახედიდან, რომ თქვათ რთული გზა იყო ეს
დღევანდელ დღემდე მოსვლა. თუ ეს იყო ის რომ თავიდანვე გრძნობდი რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. უბრალოდ რა წლებში გაიწერა ეს ყველაფერი. არა, არ მომერიდება რომ თქვა რომ საკმაოდ რთული იყო. მით უფრო მე ასე ვთქვათ არ წასულ ვარ ძალიან ახალგაზრდა, უკვე 30 წლის ვიყავი, ეს იყო თურქეთის რესპუბლიკის სტიპენდია და სრულიად შემთხვევით, ანუ მე თვითონაც ასე ვთქვათ ზუსტად ვერ ვხედავდი გეგმას და ვფიქრობდი რომ ყოველთვის შეიძლება რომ უკან დავბრუნდე. ეს იყო პრინციპში მხოლოდ თურქული ენის სწავლის მიზნით დაწყებული გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ მე მოვიდა შემოთავაზებები უკვე პროფესიულად რომ მემუშავა და ხო აი დაინტერესება დიდი იყო და ამიტომ გადავწყვიტე დარჩენა, მაგრამ იონი ნამდვილად არ ყოფილა. ეს არის ფაქტიურად მუხლ ჩაუხრელი შრომა 20 საათი. აბარა და დღეს უკვე ანკარის კონსერვატორიაში მუსიკალური პროგრამის მონაწილე ხართ. პედაგოგი, დიახ. და ყავთ სტუდენტები. ყავს სტუდენტები, უკვე ვინაიდან ამდენი წელია იქ ვარ, მყავს მოსწავლეები, რომლებიც 5-7 წელია ჩემთან არიან, ანუ უკვე მთლიანად ასე ვთქვათ მორგებული ჩემ მეთოდზე მუშაობის რიტმზე, შესაბამისად რაღაც შედეგებს ვცდილობთ რომ დავდოთ. მშობლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიტუაციაში. მუსიკა მოგეხსენებათ, ანუ ყოველდღიურ შრომას სპორტივით, ხო? ანუ გუშინდელი დღევანდელს არ ცვლის, ყოველდღე უნდა იმუშაო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის მხარდაჭერას. ანუ აქ მარტო ჭკვიანი ან ნიჭიერი ბავშვი ვერაფერს ვერ გახდება, ანუ მუხლ ჩაუხრელად უნდა იშრომოს და რასაც ოჯახს უნდა ჯეროდეს, რომ ეს ხდება მისთვის, მისი განვითარებისთვის, მისი მომავლისთვის, მისი ზოგადად მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის, ჩემი აზრით, ხო, აქ მარტო იმაზე არ არის, რომ აუცილებლად გამოვიდეს მუსიკოსი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ბავშვები, რომლებიც მუსიკალურ განათლებას ღებულობენ, არიან აბსოლუტურად განსხვავებულები მაინც ვიდრე მუსიკალური განათლება სხვა რაღაცას აძლევს. აყავს სხვა ესეთ სულს უფრო მეტად ხვეწს ჩემი აზრით და საერთო განწყობა როგორი არის ახლა რადგან მშობლებიც ვახსენეთ აი თურქეთის საზოგადოებაში დამოკიდებულება როგორ არის პროფესიული მუსიკის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია რომ აი ნელ-ნელა თითქოს ყვდება ინტერესი კლასიკური მუსიკის მიმართ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული გზა და ერთი ორს თუ გაუმართლებს რომ მართლა მწვერვალზე ავიდეს და დანარჩენად ეს რჩება მასა და ღირს კი ამდენი წვალება და აი თურქული საზოგადოების თუნდაც მშობლების ზოგადი განწყობა თურქეთში რამდენად ფასობს კლასიკური მუსიკა და ფორტეპიანო. თურქეთი ჩვენ ბევრად წინ ვართ, ხომ, ასე ვთქვათ ამ სფეროში და თურქეთში ბოლო დროს 10 წლის წინ შეიძლება ვთქვათ 10-15 წლის წინ უფრო დაიწყო მასებში ზოგადად ასე ვთქვათ ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ საფორტეპიანო განათლება ან ზოგადად მუსიკალური განათლება მიიღონ. მაგრამ ინტერესი მე ვფიქრობ, რომ ბევრად მეტია ამ წუთას იქ, ვიდრე თუნდაც რაღაც შეიძლება სხვა მეზობელ ქვეყნებში. დაინტერესება ძალიან დიდია, თუმცა ზოგადად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მართლაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით შედარებით ეს დეგრადირებისკენ არის ეს ტენდენცია, ხო? მე მქონდა ბედნიერება ყოფილიყავი ჩინეთში ძალიან პრესტიჟულ ფესტივალზე ტიანჟინ ჯულიარდის, სადაც იქაც კულუარებში, როდესაც პედაგოგები, პროფესორები საუბრობდნენ, გამოთქვამდნენ გულის ტკივილს იმასთან დაკავშირებით, რომ აი ისეთ ქვეყანაშიც კი როგორც არის ჩინეთი, სადაც ამდენი რაოდენობის შედეგს დებენ კარგს ძალიან ხელოვნებაში თუ სპორტში თუ მაგრამ კონკრეტულად ამ ფორტეპიანოსთან დაკავშირებით რომ იქაც არის კლება სამწუხაროდ და არა და თითქოს რო გადავხედავთ საერთაშორისო კონკურსებს აი ახლა ბოლოს ყველაზე მეტად ქართული აუდიტორია რასაც უყურებდა ეს იყო შოპენის კონკურსი იმიტომ რომ ქართველი პიანისტი დავით ხრიკული მონაწილეობდა უდიდესი მასშტაბი იყო აზიური წარმომავლობის პიანისტები შეიძლება ისინი სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა იმ ქვეყანას წარმოადგენენ, მაგრამ გენეტიკურად ისინი არიან აზიური ქვეყნებიდან და არადა თვითონ ჩინეთი წუხს, ხო? და არადა თვითონ ჩინეთი წუხს. ეს ჩემი აზრით ამ ტენდენციას მეც ვაკვირდები. ეს მთლიანად დისციპლინაზეა ჩემი აზრით. ანუ სწორედ იმიტომ წამოიწია ჩემი აზრით აზიურმა ქვეყნებმა და ლიდერობენ, რომ უბრალოდ არანორმალური დისციპლინა, რომელსაც ანუ ამისგან ცუდად არ არიან მოწონთ კმაყოფილები არიან. არიან დისციპლინაში, მაგრამ ზოგადად ხო სამწუხაროდ. ამიტომ
მე ვცდილობ რომ აი რაღაც პროექტებით, აი რაღაც დაჯილდოვებასავით არის, ხო, ამ ბავშვების შრომის, როდესაც იმუშავებს და მე ისეთ დაწესებულებაში, როგორც არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ასეთ ისტორიულ შენობაში, ასეთ ისტორიულ სცენაზე დადგავ ფეხს. ცოცხალ კომპოზიტორებს შეხვდები, იღებენ მე ფოტოებს, არის ეს ხელმოწერების ავტოგრაფების აღება, ფოტოების გადაღება და мотивация ჩემი აზრით აუცილებელია, ანუ მარტო შრომა იმიტომ რომ უნდა იშრომო, ალბათ განსაკუთრებით პატარა ასაკის ბავშვებთან და მე მიწევს უფრო პატარა ასაკის მოსწავლეები მყავს და აი ამას ვაქცევ ყურადღებას, რომ აი საზღვარგარეთ გადიან უკრავენ ისეთ დარბაზებში, ისეთ ინსტრუმენტებზე ღებულობენ გამოცდილებას, რომ რა ვიცი, ჩემ ბავშვობაში სამწუხაროდ ამის ფუფუნება არ იყო, ხო. აი ეს მაინტერესებს, როგორ მივიდა მზაობა და აი იდეის ჩამოყალიბება იქამდე, რომ აი ეს ყოფილიყო ფორმა შემსრულებლები თურქეთიდან, პროგრამა ქართული, რომ ეს ეროვნული ხაზიც არ დაკარგულიყო, იმიტომ რომ მე ანკარა უდიდესი ქალაქია, ეს არის ქაოტური ქალაქი, ჩვენ ანკარაში შევხვედრილ ერთ-ერთმანეთს და გადაგვიღია სიუჟეტი და ძალიან ძნელია ამ ტემპში თან შემოქმედებით ელემენტებზე იფიქროს ადამიანმა, ხო? და აი როგორ დაალაგდა თავში თქვა ეს პროექტი, რომ ეს გაამართლებდა. ეს იქნებოდა სწორი ეროვნული ხაზითაც და პროფესიულადაც. ხო, ქალაქი ხალხმრავალია და ძალიან დაგეგმარებულია ცხოვრება ყველასი თითქმის 1 წლით ადრე, 6 თვით ადრე განსაზღვრულად. მეცინება ხოლმე ზუსტად, როდესაც ვიცი სად ვიქნები, რომელსაც ეგზეთის საქართველოში რომ აჟღერებ მეგობრები. ხო, აქ მაინც უფრო სტიქიურად ცხოვრობთ. მაგრამ ხო, და სწორედ აი ამის გამო რომ ყველაფერი უნდა დაგეგმარებული ყოფილიყო, ცხადია მოსწავლეებს, მშობლებს, იქიდან გამომდინარე სკოლის გრაფიკი, დასვენებები და ასე შემდეგ აინტერესებთ ყოველთვის სად, როდის, როგორ იქნებიან და მე ვფიქრობდი რომ მარტო რუტინული საანგარიშო კონცერტი, ასე ვთქვათ, სემესტრის ბოლოს ვფიქრობდი რომ რაღაც საკმარისი არ არის. ამიტომ ყოველთვის ვაკეთებდი დამატებით აი ამ კონცერტს და ზოგადად რაც წავედი იმის მერე აღმოვაჩინე რომ ძალიან ეროვნული ვარ და რომ აი ეს მართალია რომ ემიგრაციაში მყოფი ხალხი ამას ამბობს რომ შორიდან უფრო ძლიერდება ეს შეგრძნებები. ალბათ, იმიტომ რომ აქ ნამდვილად ყოველ შემთხვევაში არ ვფიქრდებოდი ამ საკითხს და იქ აი შემეძლო რომ გამღვიძებოდა და მომნატრებოდა რომელიღაც ხე რუსთაველის ან ბესიკის ქუჩაზე არის და მომდომებოდა რომ ჩავეხუტო და რაღაც ეს ვფიქრობ რომ ხო აი ანუ შორს ყოფნა როდესაც ვერ მეტყველებ თუნდაც მშობლიურ ენაზე იმ რაოდენობით რაოდენობითაც განსაკუთრებით მე ხშირად ემიგრანტები რაღაც ქართულ გარემოში არიან და ანკარაში არ არის ძალიან დიდი რაოდენობის ანუ ეს შეკრული წრესი არ იგრძნობა არ არის ამიტომ მე ასე ვთქვათ განყენებულად მარტო ვარ ყოველ შემთხვევაში და სულ მქონდა ეს მონატრება და მე თვითონ ვუკრავდი აი პანორას ცენტრში შენ ხო ანკარაში არის ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრი სახელად პანორა და იქ 10 წლის განმავლობაში თამარი უკრავდა ხო კლასიკურ მუსიკას უკვე ცნობდნენ და მოდიოდნენ და ამბობდნენ რომ ეს ყანჩელია ხო და ასე შემდეგ იქაც ქართულ მუსიკას უკრავდი ხო და მე ვიფიქრე რომ ეს არ არის საკმარისი და აუცილებელია რომ ბავშვებს რადგან ყავთ ქართული პედაგოგი აუცილებლად უნდა ეზიარონ ქართულს დავიწყეთ ძალიან პატარა პიესებით მერი დავითაშვილის შურა შავერზაშვილის ნიკო გუდიაშვილის და მე პატარ-პატარა ნაბიჯებით განსაკუთრებით საქართველოს რომ როდესაც მხარი დაგვიჭირა ივაჟა აზარაშვილმა ამან ძალიან დიდი მუხტი მომცა იმისთვის რომ ესე იგი სწორი მიმართულებით მივდივარ და რომ შემიძლია ეს გავაგრძელო და სულ თანამშრომლობთ კომპოზიტორებთან ზოგი პიესა სპეციალურად იწერება ჩემი მოსწავლეებისთვის ზოგის ხდება არანჟირება ან იქ სხვადასხვა ორი როიალისთვის ან 4 ხელისთვის და ასე შემდეგ და ძალიან სასიამოვნო პროცესია და ძალაუნებრივად გამოდის რომ უკვე სულ შენ ქვეყანასთან კონტაქტში და წელიწადში ერთხელ მაინც ასეთი კონცერტი იმართება ფაქტიურად ჩამოვდივართ ხო ეხლა განსაკუთრებით რაც ეს თამარ არტი ასე ვთქვათ წელს და მოძლიერდა სხვა შორის მანდაც ქართული კომპოზიტორების რჩევით მოხდა ეს მე ცოტა ძიმე ვარ ესეთ საკითხებში
ანუ ყოფილიყო როგორც ორგანიზაციის სახელით ეს ყველაფერი? ოფიციალური რომ ყოფილიყო და აი ვფიქრობ რომ თუ შევძლებს ამომავლოდ აი ამ ხაზის გაშლას უკვე რეგულარულად რომ წელიწადში ერთხელ მაინც ეს ის კი რომ საქართველოდანაც მინდა მაქვს სურვილი რომ ანუ გაცვლითი კონცერტები ჩატარდეს და ანკარაში ჩატარდეს კონცერტი ანკარაში ხო ან თუნდაც რაღაც მაგალითად ქართული საღამოს ჩატარების იდეაზე ვფიქრობ იტალიაში ფესტივალზე ან რაღაც აი ესეთი ნუ სხვა მე ვფიქრობ რომ მე არაფერი არ შემიძლია როგორ უნდა დაუმტკიცო საქართველოს ჩემი ქვეყნის სიყვარული ჩუმად ვზივარ ჩემთვის მუშაობ ხო მაგრამ ნუ იმ ხაზით რა განათლებასაც მიხვევით ასე ვთქვა და პროფესიული ხაზით ეს არის გამომდინება ეროვნული გზნობების ერთდროულად ჩემთვის მადლობა იგივე დედისთვის მუსიკის მცოდნე ლალი კაკული არის დედა ჩემი რომელსაც ჩადო ხო ეს განათლება ჩემში ან იგივე პროფესორი ალექსანდრე გარბერი რომლებმაც ეს ხალხი რო არ ყოფილიყო ხო აქამდე არ მოვიდოდი ხო ეს უნდა ვთქვათ აუცილებლად რომ გარდა კონცერტისა ის სტუდენტები ვინც ჩამოყვანილი გყავთ აი სწორედ ალექსანდრე გარბერი ახსენეთ მასთან ერთად აქვთ მასტერ კლასები და ეს მუსიკალურ სემინარიაში არის ესეც ცოცხალი პროცესი ხო? დიახ, მუსიკალურმა სემინარიამ ძალიან ხელი შეგვიწყო, იქ ექნებათ სამეცადინო სივრცე ბავშვებს ორ როიალთან რეპეტიციების გავლის საშუალება და მასტერ კლასები საშა გარბერთან, რომელიც უბრალოდ თვითონი სიტყვას ოქროს ფასი აქვს, ისეთი გამოცდილების პატრონია და არაჩვეულებრივი პიროვნება და ხო, აი ბავშვებს ექნებათ საშუალება რომ აი მიიღონ ეს საზრდო და ვფიქრობ რომ გამოადგებათ აუცილებლად. ეხლა რა მინდოდა მეკითხა, წლევანდელი თემა აი შესავალში ვთქვით რომ არის გიორგი შავერზაშვილის 75 წლის იუბილე და ეს კრავს ასე ვთქვათ ამ ღონისძიების თავალ აზრს. სხვა წლებში რა თემები იყო ესეთი მთავარ საკითხებად წამოწეული პროექტი? ეს რაღაცნაირად დაემთხვა სპეციალურად დაგეგმილი არ იყო შარშან ჩვენ მქონდა ბატონი კახა საბაძის 65 იუბილე ხო ესე მომავალს არ ვიცი რა დავამხო მისი დაბადების დღეა ნახოთ ხო ესე იგი შარშან ბატონ კახას მიუძღვნით მთლიანი კონცერტი იყო ბატონი კახას მუსიკა ანუ მოსწავლეები მე ასევე ჩემი კოლეგა იყო ჩამოსული მერაბ ბერძენიშვილის ცენტრში გავაკეთეთ შარშან ეს კონცერტი ხო მაშინაც ზამთარში ქონდა იანვარში და მანამდე ზოგადად ასე ვთქვათ ვასრულებდით ქართულ პროფესიულ მინიატიურას ასე ვთქვათ იმიტომ ბავშვებს ასაკიდან და ასე შემდეგ გამომდინარე მაინც ყველაზე უპრიანი მინიატურის შესრულება გამოდის და ზოგადად ამ ორკესტრთან ერთად დაკვრას შევეჭიდეთ აი მეორე წელი ანუ შარშან ბატონი კახას კონცერტი იყო მთლიანად ორკესტრთან ერთად და უკვე წელსაც ორკესტრთან ერთად ვცდილობ რომ სხვადასხვა დარბაზები შევთავაზო ბავშვებს რომ ასე ვთქვათ იმიტომ რომ არის ხალხი რომელიც ჩამოდის მეოთხეში უკვე და იცნობენ აქაურ აუდიტორიას შეყვარებულები არიან სხვათა შორის მინდა სიამაყით აღვნიშნო საქართველოზე აი მოწონთ აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი და მე როდესაც მიდიან ამას ყვებიან და ერთგვარი რეკლამა გამოდის ასე ვთქვათ საქართველოს ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ რა რეკლამა გვჭირდება ისედაც მაგრები ვართ, მაგრამ მე ვფიქრობ როგორც ალმოს ჭირდება აუცილებლად ჩარჩო რომ კარგად გამოჩნდეს ეს რეკლამა აუცილებელია და სხვა შორის თურქეთში ისეთი ცნობადობა საქართველოს ყოველ შემთხვევაში ანკარაში არ აქვს. ანკარაში შეიძლება თქვა სტამბოლში ან სხვა ქალაქებში უფრო იციან. საერთოდ შეიძლება ისიც კი არ იცოდნენ რომ მეზობელი ქვეყანა, ანუ ესეთ დონეზეც კი ხო, ამიტომ ვფიქრობ ამ ვისაც ეხება ამ მიმართულებითაც მე ვცდილობ ხოლმე რომ გურჯისტან თქვა და ამით მივახვედრო. მაგრამ აი რა მაინტერესებს, როდესაც 15 წლის წინ წახვედით დაუგეგმავად თითქოს ხო და საერთოდ სხვა მიზნებით თავარი განმაპირობებელი ნიშანი რა იყო რამ დაგტოვათ თურქეთში ისე რომ 15 წელი დარჩით აი ყველას თავი იყო ეს არის მასშტაბი ამ ქვეყნის და ამ ქალაქის ცხოვრების მეტი შესაძლებლობების შანსი თუ აი რატომ ალბათ მე საერთოდ მიყვარს გულწრფელი პასუხები და მინდა აღვნიშნო რომ მე როდესაც წავედი ძალიან მძიმე სიტუაცია იყო აქ ასე ვთქვათ ეკონომიურად განსაკუთრებით და ანუ მე როგორც პიანისტ, როგორც კონსერვატორია დამთავრებულს მიწევდა არა სპეციალობით მუშაობა აქ. იმიტომ რომ რაღაცა ყოველდღიური თანხა ხო. როდესაც ხო, უბრალოდ გადარჩენაზე იყო. პროფესიულად ძალიან რთული იყო. ძალიან რთული იყო. ხო, ამ დროს შენი საქმე გიყვარს და უკვე ისე ხარ მოწამლული ამით, რომ განსაზღვრულად არ გინდა პროფესიის შეცვლა. იქ მეტი შანსი მოგეცათ, რომ ამ ჩემი პროფესიით მე იქ არც ერთი დღე სხვა პროფესიით არ მიმუშავე.
პირველივე დღიდან მუშაობდი ჩემი პროფესიით და ეს საშუალებას მაძლევდა რომ კარგად მეგრძნო თავი და ხო, ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა, იმიტომ რომ როდესაც ემიგრაციაში მიდიან, არის ხშირი შემთხვევები, რომ თქვათ შეუსაბამო სამსახურზე, სხვა ყველაფერზე ანაზღაურების გამო ყველაფერზე შეიძლება თანხმდება ადამიანი და როდესაც მიდის პროფესიულად და თავის თავს ანვითარებს და მე უკვე აქეთ მოყავს სტუდენტები და ქართულ მუსიკას აკურავინებს. ხო, აი ხა ალბათ შეიძლება ჩავთვალო, რომ შეიძლება მისია იყოს რაღაც მხრივ ჩემი და სწორედ ამიტომ ბედმა მომახვედრა. იქით ანგარაში. მაგრამ ახლოს ხართ? საზღვარი ერთი გვაქვს და ველოდებით კიდე შემდეგ. ფრენები გვაქვს უკვე. კი, ანკარაში პირდაპირ ფრენა გვაქვს. კი, ეგ ძალიან დიდი საქმეა, ნამდვილად საათ ნახევარში უკვე ანკარაში ხართ. მოკლედ, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენ მსმენელებს, რომ ზუსტად 2 დღეში, 22 იანვარს კონსერვატორიის მცირე დარბაზში იქნება ეს კონცერტი 7 საათზე საღამოს, სადაც აი როგორც ვთქვით, ქალბატონი თამარი, მისი მოსწავლეები შეასრულებენ ქართულ კლასიკურ პროფესიულ მუსიკას და ძალიან საინტერესო საღამო გელით და აღინიშნება გიორგი შავერზაშვილის საიუბილეო თარიღი. მადლობა სტუმრობისთვის და ბევრი წარმატება თქვენ. თუ ასე იუბილეებს დაბადების დღეებზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ანონსის სახით დავტოვებ 2 სიტყვით, რომ დღეს 20 იანვარი არის ფედერიკო ფელინის დაბადების დღე და სულ ცოტა ხანში ჩვენი გადაცემის დროში მოგზაურობის ფორმატით ფელინიზე გვექნება ძალიან საინტერესო მიმოხილვა. ასე რომ დრო უნდა გაატაროთ რადიო იმედთან ერთად FM 105 და 9-ზე. დროებით.